და საქართველოს მორაგბეების პირველი მატჩის შესახებ. ჯონ მალკოვიჩი თბილისის თეატრალური ფესტივალის გახსნისთვის ემზადება. ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გუშინ საღამოსვე რუსთავი ორის გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიური კადრები გადაიღო. მსახიობი დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მასპინძლებთან ერთად გაბრიაძის თეატრის კაფეს ესტუმრა. ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით ვახშამი 1 საათს გაგრძელდა. მოგვიანებით მალკოვიჩმა კაფეს ვერანდაზეც გადაინაცვლა. დღევანდელი დღე კი ვარსკვლავმა პრესკონფერენციით დაიწყო. მაია ლომიძე მოგვიყვება რას ფიქრობს ჯონ მალკოვიჩი თბილისის თეატრალურ ფესტივალსა და თავის როლზე. ჯონ მალკოვიჩმა დღეს დილით მედიას 40 წუთი დაუთმო. მან ისაუბრა პირველ რიგში იმ მოტივზე, რომლის გამოც სუპერ ვარსკვლავი ასეთ ახალგაზრდა თეატრალურ ფესტივალს სულ რაღაც 3 წლის ისტორიის მქონე თეატრალურ ფორუმს მოწვევაზე დათანხმდა. მან ასევე ისაუბრა სპექტაკლზე, რომელიც დღეს ფესტივალს გახსნის, ჯოჯოხეთური კომედია სერიული მკვლელის აღსარებანი, რაც ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ბოლომდე არც ოპერაა და არც დრამა და ახერხებს რაღაცნაირად ორივე ერთად იყოს. მან ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზეც მოგეხსენებათ. ჯონ მალკოვიჩი ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა რამოდენიმე საათი თბილისის ძველ უბნებში რომ გაესეირნა. მისი გადაადგილების მარშრუტი ინფორმაცია ამის შესახებ პრესისთვის დახურული იყო, თუმცა როგორც აღნიშნეთ, რუსთავი ორის დილის გადამღებმა ჯგუფმა მას გვიან ღამით მიაგნო გაბრიაძის რესტორანში. ჯონ მალკოვიჩზე როგორც ღვინის მცოდნეზე და მოყვარულზე აქამდეც საუბრობდნენ, თუმცა გუშინ ნანახმა რიგითი თბილისელების მიერ, რომლებიც იმ დროს კაფეში იზრდნენ, ჟურნალისტების მიერ და მისი მასპინძლებსაც გულისხმობ, ეს დაადასტურა ჯონ მალკოვიჩს ღვინისმა უყვარს და შეუძლია, რაც მთავარია, მას მოეწონა ქართული ღვინა, რომელიც დააგემონა და საჩუქრადაც მიიღო. დადასტურებების თემა გაგრძელდა დღეს პრესკონფერენციაზე. ჯონ მალკოვიჩმა დაადასტურა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ მას არ უყვარს საკუთარი ფილმების ნახვა. იქვე აღიარა, რომ 1-2 რამდენჯერმე უნახავს, თუმცა თქვა, რომ ამის მოყვარული ზოგადად არ არის. მან აღიარა, რომ გულწრფელად თქვა, რომ არ იცნობს ქართულ კინოსა და თეატრს, თუმცა ჟურნალისტებს იქვე მოუბოდიშა და სთხოვა, რომ ეს არ ეწყინოთ, რადგან მან ასევე არ იცის გერმანული და ამერიკული კინო, რადგან ის თავს კინომოყვარულად უბრალოდ ართვლის. ყოველთვის მინდოდა თბილისში ჩამოსვლა და ჩავთვალე, რომ ეს ფესტივალი კარგი შესაძლებლობა იყო. ჩვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გვითამაშია ჩვენი როლები. თეატრი და ოპერა ცოცხალი ორგანიზმია. თბილისში კი გყავთ ძალიან კარგი აუდიტორია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ აქ ვართ. რაც შეეხება პიესას, ვიტყოდი, რომ როდესაც ვმუშაობთ მასალაზე, რომელიც გვიამბობს ან ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებზე, მაგრამ რეალურ ადამიანებზე, ყოველთვის ვიყენებთ ისტორიულ ფაქტებს და დოკუმენტურ მასალებს, როგორც საფუძველს. მაგრამ როდესაც ამ მასალის დრამაში გადატანა გვიწევს, ისტორიულ ფაქტებს ვცილდებით, რადგან არ შეიძლება მხოლოდ დოკუმენტურ ფაქტებით იხემძღვანელო. ეს არ არის მხოლოდ ამბის მოყოლა, ეს არის თეატრი. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ჯონათან ვიგის წიგნი, რომელიც ამ პერსონაჟზეა. ვიტყოდი, რომ მუსიკა არის პიესის სული და მოტივატორი და მის გარეშე ეს ორივე ამბავი იქნებოდა უბრალოდ საინტერესო ისტორია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლა. მალკოვიჩის პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, რომლის დახმარებითაც გახდა შესაძლებელი ამ ვიზიტის გასტროლის ორგანიზება, ჯონ მალკოვიჩის ჩამოყვანა და საოპერო მომღერლები, ორი სოპრანო, კირსტენ ბლეისი და მარტინ გრიმსონი, რომლებიც ჯონ მალკოვიჩთან ერთად თამაშობენ სპექტაკლში ჯოჯოხეთური კომედია სერიული მკვლელის აღსარებანი. ჯერ მალკოვიჩთან ერთად სცენაზე არ გამოსულვარ. ეს ჩემთვის პირველია და ძალიან მიხარია. ჩემთვის ეს იქნება შესანიშნავი გამოცდილება. ჯონ მალკოვიჩი მაღალი დონის მსახიობია და ვერც წარმომედგინე, რომ მასთან ერთად მომიწევდა მუშაობა. ის ყველაზე ძალიან დიდ შემოქმედებით გავლენას ახდენს. უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას ამ წარმოდგენაში. ადრე თანამშრომლობდი ჯაკომოს ოპერაში მასთან ერთად. ამიტომ უკვე 1 წელია ვიცნობ. ძალიან სასიამოვნო მასთან ერთად სცენაზე ყოფნა. ჯონ მალკოვიჩი რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა რუსთაველის თეატრში, სადაც დილის 11 საათიდან უკვე შეკრებილია ვენის აკადემიის ორკესტრის შეკრებილი იყვნენ ორკესტრის წევრები და რამოდენიმე წუთში დაიწყება ერთადერთი რეპეტიცია საღამოს კონცერტის წინ, სპექტაკლის წინ. ეს იყო მაია ლომიძე ჯონ მალკოვიჩის ვიზიტის შესახებ.